გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი და ბიოფიზიკოსი გიორგი მრევლიშვილი მოლეკულურ ბიოლოგიურ ტექნოლოგიებში არაერთი მონოგრაფიისა და 100-მდე თეორიული ნაშრომის ავტორს ნოემბერში 70 წელი შეუსრულდებოდა. მისი ერთ-ერთი წიგნი ტემპერატურული კილომეტრაჟის შესახებ სამეცნიერო წნეებში მეცნიერის გამორჩეულ საინტერესო ნაშრომადაა აღიარებული. ქართველი ბიოფიზიკოსი გიორგი მრევლიშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოლეკულურ ბიოლოგიურ ტექნოლოგიებში არაერთი მონოგრაფიის 100-მდე ნაშრომის ავტორს 50-ზე მეტ სამეცნიერო კონგრესსა და კონფერენციის მონაწილეს 30 ნოემბერს 70 წელი შეუსრულდებოდა. 11 წლის მეგობრობა მაკავშირებს გიასთან. ჭიდრო მეგობრობა, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე მსჯელობდით. ეს იყო შესანიშნავი ადამიანი, მართალი, წესიერი, სწორი. სულით ქართველი. გიორგი მრევლიშვილის, რომელსაც ჩვენ ყველა გიას ვეძახდით, გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც მისი ოჯახისთვის, ასევე მეგობრებისთვის, ასევე მთელი ქართველი მეცნიერებისათვის. გიორგი მრევლიშვილს არაერთი თაობა აღუზრდია, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ მეცნიერების სფეროში არნახულ წარმატებებს აღწევენ. ერუდირებული, მეგობრული, ერთგული, ობიექტური და სამართლიანი, ასე ახასიათებენ მას ქართველი და უცხოელი კოლეგები. რამდენიმე წლის წინ მას საერთოდ ვიყავი საერთაშორისო კონფერენციაზე გერმანიაში და ჩემი თვალით დავინახე ის დიდი დაფასება, რაც ბატონ გიას ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. ეს დიდი მეცნიერები, რომელთა შესახებ მე უბრალოდ ვიცოდი მათი შრომების მიხედვით, როგორ აფასებდნენ, როგორ პატივსცემდნენ ბატონ გიას და მაშინ ცოტა სხვანაირადაც შევხედე ის უბრალო ბატონი გია, რომელიც ჩვენთვის აქ შემოდიოდა, გვასწავლიდა, გვიხსნიდა, რამდენად დიდი მოვლენა იყო მსოფლიო მეცნიერებაში. გიორგი მრევლიშვილს არაერთ სამეცნიერო ნაშრომთან ერთად ორი წიგნიც აქვს გამოცემული. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იაპონიაში დაიბეჭდა, დაბალ ტემპერატურული კალორიმეტრის შესახებ მეცნიერებს მნიშვნელოვან და საინტერესო ცნობებს აწვდის. მეცნიერი ბოლო პერიოდში სტუდენტებისთვის ახალ სასწავლო სახელმძღვანელოზე მუშაობდა, რომლის დასრულებაც მან ვეღარ მოასწრო.